მოგესალმებით, იმედის გმირები აგრძელებს ახალ სეზონს და დღეს ერთ საოცარ დაუჯერებელ ისტორიას წარმოგიდგენთ. ეს ამბავი მოხდა 2015 წლის 8 თებერვალს ბორჯომთან ახლოს. აი ამ გზატკეცილზე, როდესაც ნინო დათიაშვილი თავის ორ მეგობართან ერთად საკუთარი ავტომანქანით მიდიოდა ბორჯომში მეგობრებთან. ის როდესაც შემოვიდა აი ამ მოსახვევში, მან ვერ დაიმორჩილა საჭე, მანქანა გადმოვიდა გზის საპირისპირო მხარეს, ორჯერ ამობრუნდა და გადავარდა მტკვარში. თუმცა საბედნიეროდ ამ შემთხვევას შეესწრო ჩვენი დღევანდელი იმედის გმირი, სატვირთო მანქანის მძღოლი დავით ჩაყულაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა სხვა ადამიანები. ჩვენ ახლა შევეცდებით აღვადგინოთ ის წუთები და ის სცენები, თუ რა მოხდა 8 თებერვალს ტაშისკართან და შეგვიძლია ვნახოთ, რა ძალა აქვთ იმედის გმირებს და რა ამოძრავებს მათ. გმირი დავით ჩაყულაშვილი იმედის გმირებში. ეხლა მივიდოდი ჩვენ ბორჯომში, სადაც გოლდებიან ჩვენი მეგობრები. ცოტა ხნის საქმე ყოფილა, მაგრამ დღეს დაბრუნდებით ისევ თბილისში, ცოტა გავერთობით რა. io dammi fare minchia da cosa ma che da modi artista Caracollo არა ნელა მივდივარ არა ბერიკი ჩარაგაი ამიდინე რა გავჩერდებით მე რა გადავიღოთ არა წლის 8 თებერვალს მოვდიოდი ბორჯომში, სამი მეგობარი ვიჭექით, ვიყავით და მივდიოდით მეგობრებთან ბორჯომში. მივდიოდი სატვირთო ავტომანქანით თბილისის მიმართულებით. თელი გზა მოვდიოდით გასართობად, იმიტომ რომ მივდიოდით მეგობრების ანახავად, გვიხაროდა და აი უცბად გზაში ვიღებდით ვიდეოებს, სელფებს, რაღაც ვერთობოდით ერთი სიტყვით. როდესაც შემოვედი ახალდაბაში სწორად რაღაცნაირად ჩემ წინ მომავალი მანქანა, შემხედრი მანქანა მოცურდა. ახალდაბის გზაზე ერთ-ერთ მოსახვევში იყო ბეტონის ჯებირი. და უცბად ჩემო მეგობრებმა დამიძახეს, გავხედე გვერდით და ამ დროს ამ ბეტონის ჯებირს ვეჯახებოდი. გადავარდა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობრმა რომელიც გვერდით მეჯდა, რულზე ხელი ამიკრა დახმარებაც სადა, მაგრამ თუმცა დახმარების ნაცვლად საპირისპირო მხარეს გადავედით და გადავარდით ხრამში. ხრამში ორი ბრუნი გავაკეთეთ. შემდეგ მეორე ბრუნის შემდეგ ერთადერთი რაც მახსოვს იყო რომ ხეს დავეჭახე და უკანა საქარემინა ჩამიტყდა და მესამე ბრუნით უკვე ჩავარდი წყალში. ვიტო რა ხდება? ჩემ გაჩერებას დიდი დრო არ დაჭირებია, გავაჩერე სასწრაფოდ მანქანა ქურთუკი მეცვა სამთარში, საბუთები მელაგა და მეთქი არ დავკარგო ის გავიხადე მოვასწარე და ჩავედი დაბლა. გეშინდა ანკარა. ნინო! იხჩობა. მოგეშინი. ერთადერთი რაც მახსოვს ეს იყო ჩემი სიტყვები რომ ვაიმე დავილეწე და მომენტალურად წყალში რო გადავარდი უცბად აივსო წყლით მანქანა თვალები დავხუჭა და სუნთქვა შევიკარი რომ მეთქი ვეღარ სუნთქავდი წამიერად მე უკვე არ მახსოვს რა ხდებოდა იმიტომ რომ წყალში ვიყავით ამ დროს ერთადერთი ბოლოს ის იყო რომ რაც მახსენდება ხელებით ვეძებდი გასასვლელს, რომ რამენაირად გავსულიყავი. არც ერთი წამი არ დამიყოვნებია. ეს მე მგონი ყველა მაგას გააკეთებდა. და მით უმეტეს
შენ ხელშია სამი ადამიანის სიცოცხლე. ამაზე ფიქრმა გამომიყვანა წყლიდან, იმიტომ რომ ესენი მეგონი მანქანაში იყვნენ ორივე და ვცდილობდი რომ გავსულიყავი და გამეყვანა. თუმცა ისე აღმოჩნდა რომ ესენი უკვე გასულები ყოფილან და მე ვყოფილი ვარ ყველაზე დიდხანს წყალში. ყველას უკვე დაღუპული ვეგონა იმდენ ხანს ვიყავი წყალში. ნინო უკვე ჩათვალეთ რომ 2-3 წამის დაგვიანება და ნინოს წყალი წაიღებდა და ჩაზირავდა. შეიძლება ვეღარ მეპოვნა მე. მაგრამ მოვასწარი ნინოს დაჭერა, ასე თქვა დავეციე რა გზაში. წყალში რაღა იხელი მოვკიდე, მეთქი ვსიო ეს. აღარ არის განწირული ეს ბავშვი მეთქი და წვალებით გამოვიყვანე წყლიდან. მანქანა მთლიანად ჩაიძირა წყალში, მაგრამ აი გამოსვლის მომენტი ეს არ მახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ თვალები მქონდა დახუჭული და ხელებით ვეძებდი გასასვლელს. წყლის დინებასთან ერთად გამოვედი, როგორც ჩანს და უკანა საქარი მინდა რადგან იყო ჩატეხილი, მე ვფიქრობ, რომ იქიდან ვარ გამოსული, იმიტომ რომ მე თვითონ მართლა არ ვიცი როგორ ვარ გამოსული. ერთი უბრალო მამაკაცი, რომელიც იმ მომენტში არ ვიცოდი ვინ იყო ჩემთვის და საერთოდ საიდან გაჩნდა იქ, გადმოხდა წყლიდან და ამომიყვანა წყლიდან. თუმცა ისე წავიდა ის მამაკაცი არ მინახავს იმ დღეს, არც მადლობა მithქვამს, იმიტომ რომ იმდენად დაშოკილი ვიყავი და შოკირებული, ანუ ვერც გავიგე ვინ ამომიყვანა, ვინ მიშველა. აგერ ვიდექი მაღლა და მანქანა გაქრა. უცბად მანქანა, სხვა მანქანა გაჩერდა, გადახტა და მეც გავიქეცი. რო გავიქეცი მანქანა წყალში ეგდო და ორი პირი იყო გამოსული და ეს ვინც გადახდა წყალში ასე კისერში ეკავა ხელი ამოიყვანა ეს პიროვნება და გამოიყვანა წყლიდან. ხო და მე მივედი. მაიკა გავიხადე. ეს კაცი რო არ ყოფილიყო, ეგენი ჩაიგუდებოდა, ის გოგო ჩაიგუდებოდა, თორე ესენი კიდე ცოტა აქეთ იყო. ეს გოგო ჩაიგუდებოდა, კი რა ის მკვდარიც იყო უკვე. რო გადმოიყვანეს საერთოდ გათეთრებული იყო საერთოდ. მე რო გამოვიყვანე, მე უკვე აღარ შემეძლო თან შემცვიდა, სველი ვიყავი სუნთრად. ავედი მანქანასთან, გავიხადე სვიტრები მეცვა, გავწურე ხელით შეულებრივად, ჩავიცვი და დავჯექი და წავედი. უკვე საშიშროება აღარ ქონდათ ამ ბავშვებს, სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, პოლიციაც მოვიდა, მანქანების გაჩერდნენ და უკვე ჩემი დახმარება აღარ საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ყველამ თუ არა უმეტესობა მაინც უნდა გააკეთოს. ჩვენ საქართველოს ისეთ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. თუ ერთმანეთს არ დავეხმაროთ, ვერც გავმრავლდებით, ვერც გავიმარჯვებთ. და ხელს უნდა ჩავყიდოთ და მივყვეთ ცხოვრებას. როდესაც უკვე ამ კაცის ძებნა დავიწყე, იმ ადგილას უკვე წასული იყო და აღარ იყო, იმიტომ რომ მინდოდა რომ დავლაპარაკებოდი, მადლობა მეთქვა, ამ ხელა რისკზე წავიდა ჩემს გამო. სამწუხაროდ აღარ იყო უკვე წასული იყო. დავიწყე ამ კაცის ძებნა. ძალიან ბევრი ვეძებე, ძალიან გამიჭირდა და ბორჯომში ბევრი ნაცნობები მყავს, ბევრი ნათესავები მყავს და მივაგენი სულ შემთხვევით. ბატონი დავით ჩაყულაშვილი, რომელიც მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ფაქტიურად სიცოცხლე მაჩუქა და მეორეთი დავიბადა, ესე ვიტყოდი. მას ვისწრებდა, გამარჯობოთ. როგორ ძანდებით? როგორ ახარ? გაგზავნე. მადლობთ. კარგად. დავურეკე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მადლობები ვუხადე, იმიტომ რომ იმ მომენტში მე ვერ ვნახავდი და ვერ ჩამოვიდოდი აქ, მithumetes ცუდად ვიყავი და ვერ დავდიოდი. მე ბატონი დავითი ჩამოვიდა თბილისში და შევხვდით კიდევაც ერთმანეთს. და იმის მერე ძალიან მეგობრული და მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს დღევანდელ დღემდე. ეს არის მამაკაცი გმირი, რომელიც თავს წირავს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უჭირს. და ვუსურვებდი ნებისმიერ ადამიანს, რომ იყოს აი ასეთი გმირი და ასეთი გმირობები ბევრს გაეკეთებინოს. ბევრი სიკეთე გაეკეთებინოს. ძალიან კეთილი, შვიდი გაწონასწორებული მამაკაცია. პირველი შეხვედრა ჩვენი იყო ძალიან ემოციური, იმიტომ რომ მამაშვილურად გადავეხვეთ ერთმანეთს. აი დიდი სითბო მოდიოდა მისგანაც და ჩემგანაც, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის აი ენით აუღწარელი რაღაც, იმიტომ რომ ვერ გადმოვცემ იმ მომენტში რას განვიცდიდი. იმიტომ რომ
მეორე დაბადებას მილოცავდა ყველა აბსოლუტურად და ყველა იმას მეუბნებოდა რომ თუ ვინმეს ულოცია თქვენთვის ულოცია და ბატონი დავითი ღმერთმა გამოგიგზავნოთ თქვენ, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც რეალურად გარისკა და ჩავმოვიდა წყალში და ამომიყვანა წყლიდან. შენთან საუბარი ამიხარდა რომ გაგიცანი და აბა შენის. როგორც გითხარი, ამოიწყო. ყოველთვის შემახსენე ხოლმე თავი, მე დაგირეკავ. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზენდებოდეთ. მოკითხე სახში დედიკო შენ და როგორც ყველა ჩემი ასაკის ადამიანი კომუნისტების დროს სავალდებულო სამსახურში ვიყავი რუსეთში. 2 წელი მოვიხადე სავალდებულო, ჩამოვედი, დავიწყე მძღოლად მუშაობა. ვიმუშავე მძღოლად 7-8 წელიწადი და დაიწყო მერე ცხინვალისა და სოხუმის ეს გაუგებარი ომი მე ასე ვთვლი. მაგრამ ჩემი სამშობლოს გულისთვის შევედი გვარდიის რიგებში და პირველი დღიდან არ გამოსულა იქ სოხუმი ბოლოს ავტოვე 27 სექტემბერს. მანამდე კიდე იყო შემთხვევები მძღოლად როცა მუშაობდი სასონხეთში მიწის ძვრა მოხვდა იქ ვიყავი ერთი კვირა 4 თუ 5 დღის მერე ცოცხალი ქალბატონიც გამოვიყვანენ ნანგრევებიდან. ასე რომ ჩემთვის მაინც და მაინც პირველი არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. ბახი ყურიც ყავს მეუღლე, 2 შვილი. ორთავე და ოჯახებულები არიან. უფროს შვილს 3 შვილი ყავს, 3 შვილი ყავს. უმცროსი ახალი დაქორწინებულია და არ აყავთ ბავშვი. უმცროსი შვილი მსახურობს საკონტრაქტოზეა. უკვე მეორე კონტრაქტზეა წასული. ერთი რამოდენიმე თვის უკან უпростоრად მაგ 8 თებერვალს ჩვენი იმის გაიგო იქ ავღანეთში იყო. ეს შემთხვევა რომ მოხდა რა. ავღანეთში გაიგო. დამიკავე? აი ეს დამიკავე მაგრად. მაია ერთი მაკრატელი და კალათი მომიტანე რა, ბავშვებს მოუკრიფო ერთი ყურძენი. ყოველთვის გამოირჩევა ვაჟკაცობით და სულისკვეთება აქვს ყოველთვის. 54 წლის ასაკში შეძლო და გადაარჩინა სამი პიროვნება ამ ბოლო დროს. გადახდა მტკვარში ზამთრის პერიოდში. იმდენი გააკეთა რომ გამოიყვანა სამი პიროვნება. იქ იყვნენ ბევრი ხალხი იყო, ბევრი დამსწრე იყო, მაგრამ ვერავინ ვერ გავიდა. იქ ჩასვლა, წყალში ჩასვლა. ნუ ერთ სიტყვით რო თქვა, თავი გაწირა თავის თავი. შეიძლება და თავათაც ვერ გამოსულიყო მაგ დროს. ყოველთვის მიამაყება მე მამაჩემი და ჩემ შვილებს და მათ შვილებს ყოველთვის ვეტყვი მისი გმირობების შესახებ. ეს ერთი გმირობა არ არის, ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, კიდე ბევრი გმირობები აქვს ჩადენილი. მომავალთაობას ურჩევდი პირველ რიგში ზრდილობას. ზრდილობიანი რო არის მომავალთაობა, იმას სხვა არაფერი არ გაუჭირდება. ყველანაირ საქმეს გააკეთებს და ყველანაირ დახმარებას გაუწევს ყველას. უნდა უყვარდეს პირველ რიგში თავისი თავი და მე თავის სამშობლო და თავის ხალხი. აი მას ურჩევდი მომავალთაობას. იყვნენ კარგები, ლამაზები, ჯანმრთელები, ბედნიერები. თავარი ღირებულობა კიდევ და კიდევ გული. ვაჟკაცობა და სიყვარული ადამიანით. ეს არის. თუ გული გავს, თუ კინოს უყურებ და ისეთი მომენტია რომ ცრემლი წამოგივიდა, ხო? აი მაშინ გული გააქვს. ან ვიღაც ისტორიას რო გაიგებ და ცრემლი წამოგივიდა. ეს არის პირველი ადამიანი. შეცოდების უნარი რო აქვს და თანაგრძნობა. უნდა გამოხვიდე შენ. ო, ოჩა, შენ უნდა გამოხვიდე ფილო. რატო? ვაი, შენ მოგიყვება. ოჩა. აი. მე უნდა გავაჩინო ხა. შენ უნდა გავაჩინო ხა. ოჩა, აი ბიჭა. მან თანაც ჩავწე. აკეთა მე უკვე. ხო. გაგავაჩინო. და გადააჩენ ხალხს, ხო? ერთიდან გაგავარქასი. ხო.
უნდა პასიჯავად უნდა